ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მტერს ვებძვით, არამედ თქვენს მტერსაც. ღვთის გულისათვის სკანდირებენ ისინი სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ჩვენ უბრალოდ გზაზე ვარ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს. გულისხმობ ამ გიჟებს, რომლებიც ჩვენს განადგურებას ცდილობენ, რათა თქვენს გაგანადგურონ. ისინი ამბობენ, რომ მათ ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები უნდა გქონდეთ, რომ საბოლოოდ თქვენს მოგწვნენ და თქვენ ამბობთ, რომ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ ამ ომში ვიბრძვით, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ. როდესაც ასეთ ისტორიული მასშტაბისა და პროპორციების გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ყველა ასპექტი და ფაქტი უნდა გავაანალიზოთ. სიმართლე ისაა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობდა. უბრალოდ როგორც ფეხბურთში ვამბობთ, 91 წუთი იყო, რადგან ირანის ბირთვული პროგრამა არ ჩერდებოდა. არ მინდა კომენტარის გაკეთება ირანის უზენაეს ლიდერზე. ეს ყველაფერი ომის კაბინეტის დახურულ ოთახებში განიხილება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას ირანელებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად მათ ესხმიან თავს. და კიდევ ერთხელ, მინდა ნათლად განვაცხადო, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი.